ქართული ოცნება ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსში მორიგის სადაო ცვლილებები დაანონსა. როგორც ჩალვა პაპუაშვილმა თქვა, დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები ხმის მიცემის უფლებას არ ზღუდავს, არამედ ადგილსა და საზღვრებს აწესებს. უბრალოდ ყოველისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. ცესკოს მონაცემებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ჯამში ოცნებამ ქვეყნის გარეთ ხმების მხოლოდ 13.59% აიღო. 4 მსხვილმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ჯამურად თითქმის 80%. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ მაღალი საინფორმაციო მანიპულირების რისკები არსებობს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კი მათი თქმით ემიგრანტები ცნობიერებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ქართული ოცნების მორიგ სადავო ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და უკან გადადგმულ ნაბიჯებად აფასებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს. მათი თქმით, ეს არაა თავდასხმა მხოლოდ ემიგრანტებზე, მათ სამოქალაქო თავისუფლებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა. პოლიტიკოსთა განცხადებით, ქართულ ოცნებას ეშინია, რადგან მათ იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა რეჟიმის წინააღმდეგია და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ. ივანიშვილი ვერ ახერხებს, რომ ემიგრანტებში აკონტროლოს ხმები სუსის მეშვეობით, დაშინებით, მოსყიდვით, დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანიებით, ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ იძიოს შური ემიგრანტებზე, მათ წაართვას საარჩევნო ხმის უფლება, გააუქმოს არჩევნები და დემოკრატია ამ ქვეყანაში. ასევე უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად უკანასკნელი მექანიზმი, რითიც ჩვენი ემიგრანტები ინარჩუნებენ ქართულ სახელმწიფოსთან ბმას. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც კლავს არჩევნებს და კლავს დემოკრატიას ამ ქვეყანაში. თუმცა ჩვენი ამოცანა არ არის უბრალოდ წუწუნი და ვითარების აღწერა. ჩვენი როგორც პოლიტიკური კლასის, პროდასავლური პოლიტიკური კოალიციების, პარტიების, ასევე ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ხისტი წინააღმდეგობა დაუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ის რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, ამას აქვს ერთადერთი მიზანი რეჟიმის მხრიდან ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, იციან ისიც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, შესაბამისად რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა, მათ ახლა გადაწყვიტეს, რომ აი ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებით არიან ქვეყნიდან წასული, მათ შორის იმ ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც შექმნა რეჟიმმა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ, იმუშაონ და ღირსეულად იცხოვრონ, აი ამ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გავსი გადაწყვეტილება არასდროს არც ერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ესე ძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.
ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოსდან წავიდა ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, იმ სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული ძალადობრივი მოქმედებების პირობებში, პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ათასობით საქართველოს მოქალაქე ითხოვდა. იმ მომენტისთვის ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით საზღვარგარეთ ხმის მიცემისთვის უბნებში 95,834 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. მოგვიანებით ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო საარჩევნო უბნები კიდევ რამდენიმე ქალაქში დაემატა. საერთო ჯამში 2024 წელს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.